მწვანეთა პარტიის ორგანიზებით აქცია ლოზუნგით გადავარჩინოთ საქართველოს ეკოციდისგან გაიმართა. აქციაზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით ამოქმედებული კანონმდებლობა გააპროტესტეს, რომლის საფუძველზე საქართველოს ბუნების განადგურებისთვის ყველა სასჯელი გაუქმდა. მწვანეთა პარტიის აქციას გრინპისის მხარდაჭერთა ჯგუფი, დეპუტატი დიმიტრი ლოთქიფანიძე, მოძრაობა 7 ნოემბერი და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანებით შეუერთდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, აი ერთი თვის განმავლობაში რაღაც სიგიჟეები რომ მიიღეს ამათმა კანონებში ცვლილებები და ფაქტობრივად გაწირეს თელი საქართველოს, თავის ბუნება, თავის მოსახლეობიანად არა, სიკვდილისათვის. აი იმიტომ მოვიდა დღეს ამდენი ხალხი და კიდე დაემატება, მე დარწმუნებული ვარ. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა დედამიწის ზურგზე, როდესაც უპრეცედენტო, როდესაც კანონში ჩაწერეს ის, რომ თუ ფულს გადაიხდის, შეგიძლია დაწვა ტყე, ჩაასხა შხამები წყალში, ჰაერში გაუშვა ტოქსიკური ნივთიერებები. 2012 წლის 20 მარტს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში ფიზიკური პირი ბუნების განადგურებისთვის არ დაისჯება. ცვლილებებთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილია სარჩელის სახელწოდებით გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და სარჩელი რეგისტრაციაზე გატარებულია. როგორც აქციაზე საპარლამენტო ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ დეპუტატმა დიმიტრი ლოთქიფანიძემ განაცხადა, იმის მაგივრად რომ ხელისუფლებას რაციონალური ბუნებათსარგებლობა უზრუნველყო ბუნებრივი რესურსების ვანდალური გამოყენების უფლება დააკანონა. მოდის თუ არა დღეს ჩვენ და გამოვხატოთ ერთიანი პროტესტი იმ უკანონობასთან, რასაც ადგილი აქვს როგორც საკანონმდებლო ორგანოში გენერირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიდან. ეს არის პირველ რიგში გარემოს დაცვის შესახებ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილება, რომლითაც ბუნებით სარგებლობის აბსოლუტურად არარაციონალური ფორმულა არის ჩადებული, რაც საშუალებას აძლევს პოტენციურ ინვესტორს ნებისმიერი გზით და საშუალებით მოიპოვოს რა ბუნებრივი წიაღისეული, მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი ბუნებას და ამისთვის არ დაისაჯოს და ამისთვის არ აგოს პასუხი. გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში საქართველოს მწვანეთა პარტიის დაგეგმილ საპროტესტო აქციას გადავარჩინოთ საქართველოს ეკოციდისგან შეუერთდა. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში აქციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. გენოციდთან გვაქვს საქმე ეკოლოგიური გარემოს განადგურების სახით, რომელიც და რისი უფლება ზიკიდება რეალურად მიღებულია კანონი, რომელშიც წერია, რომ ადამიანს შეუძლია ტყის დაწვა, გარემოს დაბინძურება, ქიმიური თუ რადიოაქტიური ნივთიერებებით, გადაშენების პირას ყოფილი ცხოველების განადგურება, ანუ მკვლელობა საქართველოს ბუნებისა და ადამიანების სიცოცხლისა. მწვანეთა პარტიის წევრებმა კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეროს გარემოს დაცვის სტრუქტურებს, ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნეს.